ბახმარო, რომელიც წლის ნებისმიერ სეზონზე იზიდავს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურისტებს მუდმივ განვითარებაში არის. ამ მიმართულებით კი მთავარი როლი ცხადია კერძო ბიზნესს აქვს. ბახმარო გამორჩეული არის უნიკალური სილამაზით და სასტუმრო ბიზნესიც აქტიურად ვითარდება ადგილზე. ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ბახმაროსი სასტუმრო პანორამა ბახმაროა, რომელიც სახელწოდებიდან გამომდინარე, მარტივი მისახვედრია, რომ 360 გრადუსით გურიის მთებს გადაჰყურებს. სასტუმრო გასულ წელს გაიხსნა პირველად უმასპინძლა 2022 წელს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურისტებს. ამ დროისთვის სასტუმრო 9 ნომრიანი არის და სრული დატვირთვით 26 ადამიანის მიღება შეუძლია. გიორგი კეჭაყმაძე, პანორამა ბახმაროს დამფუძნებელი, უფრო მეტს გვეტყვის, რომელიც ახლა ჩვენ ბახმაროდან შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში უკვე თბილისში. მოგესალმებით, გიორგი, მადლობა თქვენი ჩართულობისთვის. მოგესალმები, ნინი, მივესალმები თქვენს მაყურებელს. მადლობა. თბილისშიც მსგავსად კარგი ამინდი გვაქვს, როგორც ბახმაროში. სხვათა შორის. ჰაერზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ამინდი კარგი გვაქვს ჩვენს ნამდვილად. გიორგი, ყველას ურჩევ ორზანდეს ბახმაროში და ისიამონოს და ჰაერით. დიდი მადლობა მოწოდებისთვის. გიორგი, საინტერესო არის სასტუმრო, რომელიც 2022 წელს გაიხსნა და ჩვენთან BMG-ზე არაერთხელ იყო თქვენ სასტუმროში, ასევე სტატიებიც გამქვეყნებული. სრულად თქვენი ოჯახის ფინანსებით შექმნით ეს სასტუმრო, რაც ძალიან დასაფასებელი არის და დღემდე აქტიურად მუშაობს. რას აკეთებთ იმისთვის, რომ მუდმივად გყავთ ტურისტები, რას თავაზობთ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტურისტებს, ვინც ბახმაროს სტუმრობს? მადლობა ნინი. როგორც აღნიშნეთ, ჩვენი საოჯახო ბიზნესია, სრულიად შექმნილია ჩვენი სახსრებით TBC ბანკის მხარდაჭერით. სასტუმრო პანორამა ბახმაროს მთავარი ნიშა არის, რომ ჩვენ გურული მასპინძლობით, მთელი გულით მასპინძლობ ჩვენ სტუმრებს, როგორც აღნიშნე, აქ არაერთი არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი სტუმრებიც ყავს. შესაბამისად, ყოველთვის მთელი გულით და მთელი სიყვარულით მასპინძლობ ჩვენ სტუმრებს. დატვირთვასაც შეეხება ბახმარო ყოველ სეზონზე მიმზიდველია, თუმცა გამორჩეული სეზონი აქ არის ზამთარი და ზაფხული. წლევანდელი წელი რო შევაფასოთ უამრავ დამსვენებელს მომიზლებ. როგორც ზაფხულის სეზონზე ძირითადად მოგეხსენება ზაფხულში ქართველი დამსვენებელია, თუმცა წელს აქტიურობა შეინიშნებოდა უცხოელი დამსვენებლებისაც. ჩვენი პანორამა ბახმაროს იდეა, პანორამა ბახმაროს შექმნა და ფუნქციონირება, როგორც აღნიშნეთ, დიდ სიყვარულზეა დამოკიდებული. აქ მთელი ოჯახი მასპინძლობთ. ეს არ არის მხოლოდ სასტუმრო ბრწყალებში, ეს არის დიდი ოჯახი, რომელიც ყოველთვის დიდი გულით მასპინძლობს ჩვენს დამსვენებლებს. გიორგი, გარდა გურული მასპინძლობისა, ასევე გურული სისწრაფითაც გამორჩეულები ხართ. გამომდინარე იქიდან, რომ მარტივი არ არის მაღალმთიან რეგიონში სასტუმრო მუდმივად ამუშაო ნებისმიერ სეზონზე, წლის განმავლობაში. როგორ ახერხებთ, რომ განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც რთულია ბახმაროში ვიზიტი, ხო? რას თავაზობთ ამისთვის მომხმარებლებს, რომ სასტუმრო ზამთარშიც დატვირთული იყოს? ზამთრის სეზონი მართლა ძალიან რთულია. აქ სჭირდება დიდი ძალის ხმევა, რომ ზამთარში სტუმარი კომფორტულად განათავსო და უზრუნველყო მისი აქ არა მარტო სასტუმროში განთავსება, არამედ ამოყვანა. სწორედ ამისთვის წელს დამატებით შევიძინეთ ორი ერთეული თოლმოვანი ტექნიკა, რომლითაც უზრუნველყო ჩვენ სტუმრების ამოყვანა უშუალოდ სასტუმრომდე. შემდეგ რაც შეეხება სასტუმროში განთავსებას, მართლაც რთული პირობებია, აქ არ არის ცენტრალური გაზი, აქ არ არის მოწესრიგებული სისტემები და ამას ყველაფერს ჩვენი თუ ახერხებთ, სასტუმრო მაღალი კომფორტით, მაღალი სტანდარტით, ცენტრალური გათბობის სისტემით და სრული პირობებით მასპინძლობს. ზამთარში აქ მოსასვლელად, როგორც აღნიშნეთ, თოლმოვანი ტექნიკა გვჭირდება, სერვისს რაც შეეხება, გაუყვალავთ ხოლში მოთხილამურეებს მასპინძლობთ, რასაც ქვია back country. ძირითადად ეს არის ბახმაროს ზამთრის მთავარი ნიშა, რაც ყველაზე მეტად მოსწონთ სტუმრებს, იმიტომ რომ ეს არ არის ესეთი სერვისი, რაც შეიძლება ყველგან მიიღო და ბახმაროს ზამთრის კლიმატი, ბახმაროს ზამთრის სიმკაცრე, დიდი თოვლი, ეს არის
საუკეთესო გარემო იმისა რომ ჩვენ გავუკვალავთ თოლში მოთხილამურეებს უმასპინძლობთ. სერვისაც შეეხება ეს სერვისი მოიცავს როგორც ტრანსპორტირებას, სასტუმროში განთავსებას, ასევე უზრუნველყოფას, რომ სტუმარი გადავაადგილოთ ბახმაროს მთებში და ვასრიალოთ, როგორც მოგეხსენებათ ბახმაროში ისეთი ინფრასტრუქტურა როგორც არის ლიფტები არ არის მთებზე დასასვლელად, შესაბამისად ჩვენ აი ამ ტექნიკებს, თოლომაო ტექნიკებს ვიყენებთ ზუსტად რო ავიყვანოთ ტურისტი დაზე და შევთავაზოთ სრია. გიორგი, საინტერესო არის ის სერვისი, რასაც თქვენ ადგილობრივ თუ განსაკუთრებით საერთაშორისო ტურისტებს თავაზობთ, რომლებიც კონკრეტული მიზნისთვის ჩამოდიან ბახმაროში, რომ ისინი გაუკვალავთ თოლში, მათ გაუკვალავთ თოლში ისრიალონ. ასეთი სერვისი კიდევ სხვა სასტუმროებს აქვთ თუ თქვენ ხართ ერთადერთი, ვისაც ეს სრული კომპლექტი ერთიანად შეგიძლიათ შესთავაზოთ მომხმარებლებს? ბახმაროში ზამთრის სეზონზე სულ ესეთი ორი სასტუმროა. ერთი არის პანორამა ბახმარო, ჩვენი სასტუმრო, ერთი არის პიონერები ბახმარო, რომელსაც შვეიცარიელი ინვესტორი ხელმძღვანელობს. სულ ბახმაროში ამ ეტაპისთვის ზამთარში მხოლოდ ეს ორი ალტერნატივაა. ასევე არის რამდენიმე საოჯახო სასტუმრო, კოტეჯები, ესე რომ ვთქვათ, რომლებიც თავაზობენ სერვისს, რომ ზამთარში უმასპინძლონ აქ დამსვენებლებს. თუმცა ეს არ არის მასიური და ვიმედოვნებ და ყოველ წელს ხედავ ამას შემთვალით, რომ ვითარდება და ადამიანები დაინტერესებული არიან, რომ აქ ზამთარში სერვისი გაწიონ, დაინტერესებული არიან, რომ ინვესტიცია ჩადონ და ეს კიდევ უფრო მახარებს, რადგან ზამთრის სეზონზე რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება აქ ჩვენი ვიზიტორი, მით უფრო ძლიერი იქნება ბახმაროს ეკონომიკა და ძლიერი იქნება ბახმაროს განვითარება. გიორგი, 9 მილიონზე მეტი დაუჯდა ოჯახს პანორამა სასტუმროს მშენებლობა და შესაბამისად მერე ოპერირებაც. და ეს ნიშნავს იმას, რომ არ გინდათ გაცდეთ ბახმაროს მთებს და მუდმივად გინდათ რომ იყოთ გურიის მაღალმთიან რეგიონში. თქვენი გადმოსახედიდან თქვენ ალბათ ყველაზე კარგად შეაფასებთ ბახმაროს განვითარების ტემპს და ეტაპებს. რამდენად სწორად ვითარდება დღეს ბახმარო და რა გჭირდებათ იმისთვის, რომ მეტი ტურისტი მოიზიდოს ბახმარომ, კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი გყავდეთ და მრავალფეროვანი დამსვენებელი, რაც ყველაზე მთავარია ევროპის ქვეყნებიდან და ასევე ადგილობრივებიც. დიახ, ნინი, როგორც ახსენე, ძალიან დიდი ინვესტიციის ჩადება მოგვიწია პანორამა ბახმაროს შექმნისათვის. ამ ეტაპისთვის 700,000 ლარზე მეტია ის კაპიტალი, რაც უკვე დახარჯული გვაქვს პანორამა ბახმაროს შექმნისთვის. თუმცა იმისათვის, რომ ბახმარო კიდევ უფრო განვითარდეს, აქ საჭიროა ისეთი სერვისების, ისეთი ელემენტარული სერვისების, ესე ვთქვი, დანერგვა, როგორიც არის მაგალითად სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ამბულაცია, რომელიც მუდმივად იქნება ბახმაროში, რაც დამრეწმუნებით ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი უპირატესი და მნიშვნელოვანი სერვისია. ამ ეტაპისთვის განვითარებისთვის აუცილებელია შიდაგზების მოწესრიგება, მთავარი ცენტრალური გზა, რომელიც ბახმარამდე მოდის ჩოხატაურიდან ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეაბილიტაცია, საკმაოდ ძალიან კარგი კომპანია უწევს ამას ოპერირებას და ვიმედოვნებ, რომ მომავალში დასრულდება, საკმაოდ ხარისხიანად კეთდება. აუცილებელია ასევე ცენტრალური წყლის მოწესრიგება, ცენტრალური კანალიზაციის მოწესრიგება. ანუ ეს ელემენტარული სერვისები, რაც 21 საუკუნეში უნდა იყოს და ამაზე საუბარი აღარ უნდა ხდებოდეს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ ამოსულ დამსვენებელს გადაუდებელი დახმარების სერვისი რო არ აქვს, ამას ჩვენ თვითონ ვახერხებთ, რომ ჩვენ ჩამოსულ სტუმარს, ჩვენს დამსვენებელს, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, ჩვენ თვითონ გვქონდეს ყველა ის პირველადი დახმარების საჭირო ინვენტარი, რომ გაუწიოთ გადაუდებელ შემთხვევაში დახმარება. ამიტომ ეს აუცილებელი და პირველი პუნქტია, რომელიც ბახმაროში უნდა შესრულდეს და დაგეთანხმები გიორგი და ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ გურიის მუნიციპალიტეტი დაინტერესდება ამ მიმართულებით, რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს ის სერვისები, რაც ელემენტარულია და რაც რეალურად არ შეაფერხებს ტურისტების მოზიდვას ბახმაროში. გიორგი, მადლობა ჩართულობისთვის ბახმაროდან, თქვენი დროისთვის. ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით შემდეგ ეტაპზეც პანორამა ბახმაროს სიახლეებით და ცხადია ჩვენი მკითხველებისთვის ჩვენი საუბარი ჩვენს სააგენტოზე იქნება დღის განმავლობაში ხელმისაწვდომი. მადლობა კიდევ ერთხელ ჩართულობისთვის. მადლობა თქვენ და კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ, რომ მოგბრძანდეთ ბახმაროში, აღმოაჩინოთ ბახმარო და ისიამოვნოთ ამ ულამაზესი გარემოთ
რომელიც გვაქვს, რომელსაც ვცდილობთ რომ განმოვიტანოთ. მადლობა თქვენ დროისთვის. მადლობა და გიერთდებით მოწოდებაში. მადლობა კიდევ ერთხელ გიორგი კეჭაყმაძე, პანორამა ბახმაროს დამფუძნებელი იყო, საქმიანი დილას სტუმარი, რომელიც ბახმაროდან გვერდებოდა.